თქვენ ხო მასწავლებელი ხართ უცნობ ადამიანმა კი მეთქი და აი რომ ხო მაგრად მიდისო საქმეო მასწავლებლებაშიო სკოლები შენდებაო რაიონებშიო და ამ დროს ხარო რაიონებში სკოლები მაგალითად 3 წელია უკვე ერთ-ერთ სოფელში სკოლა არ შენდება უნდა გარემონტებული იყო და ბავშვები დადიან მეორე სოფელში და უარესი ხდება რომ ამუთხარეს დიდი მიწა ამ სკოლის ეზოში და ერთადერთი სტადიონი ქონდათ ამ სოფელს დარჩენილი რომ ბავშვებს ეთამაშოთ და ესეც ჩაკეტეს ახლა რომ ბავშვები აღარ შევიდნენ და სამაგიეროდ ეს ფული შეიჭამა ვიღაცა და ამას რა ვუნები რომ ეს ხდება ასწავლებელი პრობლემაზე არ უნდა ლაპარაკობთ დავხუჭოთ თვალები და ვთქვათ რომ აი ყველაფერი კარგა იდეალურად არის ყველაფერი ხო სკოლებში მაგალითად დამლაგებელი არ ყავთ და ბავშვების ნაწილი თბილისში ზოგგან ტუალეტში არ შედის იმის გამო რომ დალაგებული არ არის და ითმენს და მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ხო ამ დროს ზიანდება ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და აქ მივდივართ ისევ რომ აი პანდემიის დროს რო დაიწყეს ჯერ კიდევ ამაზე ლაპარაკი რომ წყალი არ მოდის ბევრ სკოლაში ეს ხო უნდა მოგვარებული იყო რამდენი წელი გავიდა აი ამაზე უნდა თქვენს 21 საუკუნეში ისევ ლაპარაკი რომ წყალი მოდიოდეს და ხელს რო თუ სადაც მოდის და ცივი წყალი მოდის რაღაც ქაღალდი მაინც იყოს რომ ხელი გაიმშალოს